სალამი ყველას, მოკლედ დაგიბრუნდით რეპორტერის მეორე ნაწილით, აქ გავჩერდით და დღეს მე მარტო ვარ ჩემთან ერთად არის ვაკო. მესამეებით და მოკლედ აი აქ გავჩერდით. გავაღეთ კარები, რომელიც კურდღლის უკანალზე იყო მაგის კოდე. და მოდი უბრალოდ ავდგეთ ახლა და დავხუროთ ეს ჩაპტერი. აქ გასაღები მოვეთ, სანამ ვიდეო დაიწყებოდა. რომელიც უკვე ვიცით რომელ კარებს იცაღებს, იმიტომ რომ ერთი და კეთილი კარები იყო წინა ნაწილში. და ნუგზარი თუ დაგვასწეს გავუხოთ ეგ კარები. და ეს კარები არის უკან. აი ეგეთ. მაგრამ მაინტერესებს აი როგორ მორჩება ეს ჩაპტერი რა. მართლა მაგრამ მაინტერესებს. ვაღებთ კარებს უკვე. Сильно იქნება ვითომ? Ага, ერთი ტიგით ადრე. Вся эта запутанная история началась относительно недавно, в нашем небольшом городке. В один прекрасный день город потрясла серия зверских убийств при жутких и необъяснимых обстоятельствах. Страх и панику у людей вызывал тот факт, что жертвы даже не были знакомы, мама замалчивала о случившемся, но часть информации все же попадала в местную прессу. Одни подогревали слухи о том, что лица жертв были до безобразия изуродованы, другие же утверждали, что убитые были обезглавлены. Эта таинственная неразбериха и побудила меня докопаться до истины. Мне удалось выяснить, что всех убитых свозили в старую больницу на окраине города, дабы не вызывать лишней шумихи. Думаю, стоит оттуда и начать мое журналистское расследование. В любом случае, не будет о чем написать в газетах. და მეგობრებო, ჩაპტერ 2-ზე ვართ უკვე. დასაწყისში საუბრობდა ჩვენი ცნობილი პერსონაჟი იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი პატარა ქალაქში იყო საკუთარი სიტუაცია ხდებოდა ზოგჯერ კომის და ხანდახან ნუ კომის ამოსვლაც კი ვერ ხდებოდა შესაბამისად აი ეს პერსონაჟი საკუთარ ინტეგრირებული გახდა რომ ამოახსნეს кейსი და გაიგო რა ხდებოდა სინამდვილეში და თავისი ჯერ დიდი ყუთი იყო. So საშიშსა ეს აი მე მეცი აი ასეთ ფოტოებს მეცი აი ეს როგორ არის კონტეინერებზე ავედი შემთხვევით. ვაუ. მოდი მოვძებნოთ არ ვიცი მე ხა პროსტა იმას შვები რა ქვია ვეძებ რომ არაფერია
მეგობრებო, აი ვერც კი წარმოიდგენთ კოდი რა იყო. აი მართლა ვერ წარმოიდგენთ. მეცებეთ კარგა ხანი და ანუ კარები გამოიჭა. იღებ. ოქაც კოდი გიჩეს. მე ამ კოდით მახვაი. ბოლოდან ესე რა. ნუ აქტინი გადის. აი მე. ეს კარები კიდეა. ეს კარები კიდე. აბა ეს კარები. Everybody had a მეგობრებო ცოტა ცუდი სიტუაციაში ვარ და კარების თავის გაიგდა უკვე აღარ მგონია კარების თავის დაკეტვა შემქნელებო გასაღები აი ასე რატო დამალეთ აი რატო Resident Evil demo version მეგობრებო ჩუმად იმიტომ ლაპარაკობ ცოტა რომ ამ ვიდეოს ვიღებთ საკმაოდ გვიან და შესაბამისად ვერ ვიყვირებთ და შეიძლება ისე შეგვეშინდეს რომ სისხლი გაგვიქეთდეს და ვერ გამოვხატოთ იმიტომ რომ გვიან ვიღებთ ამიტომ არ შეიმჩნიოთ ეგ და მოდიჟით ფოტო ამას რა ეს რა არის ალან ვარ ბიჭო ეს არის მეც ხე გეტყვი რაც არის იგი ალბათ ეს ტენი მაგისია უიჭრები ეს რომელი ელექტრიკული სანტექნიკა ბიჭო აი მოდი ვცადოთ რაღაც კომბინაციები ვცადოთ რა ისე რომ აი როგორც ეს მწვანეები ერთმანეთზე უნდა იყოს რა ერთმანეთზე კი არა ხო ხდება გაწეთრებული ხო და გამტონებული უნდა იყოს რა ანუ იგინა კარგად იყავია კაი მოიცა მოდი აი ეს ვსი გონიეგარი всё აჰა ეგარ ой იწამედინა ხა როგორი რაღაცა რომ ერთი ხანი ჩამოწევი მოდი გავახოთ კარები ვინაიდან და რადგანაც გასაღები მარტო ამაზე წავიდოდა და არა სხვაგან იმიტომ რომ იმ ოთახში იყო გასაღები და ის ოთახი ამ ოთახს უკავშირდება იდეალურად ვაი რა ხელაზე შეესტალუკა აი დედას პიცავა მართლა აი ხა ისე შეხვდით ვერც კი გამოვხატე აი ეს რა იყო ბიჭო ხუთი გამის რა ხელაზე შეხვდი ბიჭი მართლა სისხლი გამოიწვება პირველი ჩაპტერი კიდე იყო ნუ ახლა ნუგზარი დამეწია და მაგიტო შემეცება აი ეს ხუთი გამის ნუ აი დავჩეკოთ სხვა რა გზა გვაქვს რა ადრენალინი უჩლებს უკან ხო არაფერია მათ უკანალზე და რაღაცაზე ის შევიათ ზოგადად კოდირის დაგანება რაღაც ეს რა არის სოფლია ახსოვს ნუ თამაში ძველია და სამს დებატია კარგი
შევიდეთ იქ საიდანაც გამოხდა ეს რაღაც, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს. აბა აქ მოვიდეთ. ესე? არაფერი წერია აქ. ოო. გეპიცები, აი გვიან ვიღებთ რა. არა მართლა. ეხლა თუ გავაღვიძეთ კაკონდა. მე ხა იმედი ისეთ რამე არ გამოხდება რომ ყველი დამაწყებინოს, კაი. ეს რა. აი მე ნახე რეებია მე. რა მაგარი იარაღი. აბა. კრიდის ვა, მოიცა. დოქტორი ითან მაიკი. პაციენტი ბორის კრასნოვი. გორმის. აჰა. და იმ დღესვე როცა დაიღუპა, იმ დღესვე ჩაატარეს ეს ოპერაცია. როგორც ჩანს. Reason of death. ეს არ ვიცი მართლა ტაკოცუბე კარდიომი ფაფი არ ვიცი. მოდი და ანუ წავიკითხავ ქვემოთ და შეიძლება მიხვდე რაც არის. 18 საათსა და 15 წუთზე იყო დარეკილი, რომ ბარში დარეკეს, ასე ვთქვათ. და შემდეგ 18 საათსა და 20 წუთზე უკვე მისი სიკვდილი იყო დადასტურებული. მოკლედ, სიკვდილის მიზეზი იყო გულის პრობლემა, ალკოჰოლთან ერთად, გულის კომბინაცია ალკოჰოლთან ერთად და აი ამის მერე როცა უკვე ეს გვამი გადმოიტანეს აი აქ, ეს უკვე ხდება 7:30-ზე, 18 საათსა და 30 წუთზე, მორგში იყო ამ დროს უკვე გადმოტანილი მისი გვამი. აუტოპსია, ну ალბათ ეს აი რენტგენი და ასე შემდეგ აი ეგეთი რაღაცეები რა, ალბათ ეკო და ასე შემდეგ ანუ ჩაუტარდა და იმიტომ დაიღუპა, რომ დიდი სტრესი ჰქონდა, რომელმაც რაღაცა კედელი გაარღვია, ანუ ვენტიკულარული კედელი გაარღვია, როგორც ჩანს. სკინი, ანუ კანი იყო მგონი რაღაცა მუქი ლურჯი თუ რაღაცა ეგრე. გრეიბლუ ანუ იასამნისფრო ან მოლურჯო ფერის იყო კანი რა. და ტანის რაღაც ნაწილი იყო ეგრე მთლიანი ტანი არა და სახეზე იყო კიდე ეგრე. მკისერი იყო ცოტა გასქელებული, ასე ვთქვათ, გასიებული. და სისხლში ალკოჰოლი არ იყო ნაპოვნი. და ეს იმას ნიშნავს, რომ მე მგონი ეს ალკოჰოლით არ მოკვდა, თო? აბა, ალკოჰოლი იგია სუზა. კარგი, მოდით წავიკითხოთ მეორე პაციენტი. ისე რა თქმა უნდა, ითან მაიკია, დოქტორი, პაციენტი არის სამანტა ფოქსი. ნარეკი შემოვიდა, სასწრაფო ზარი შემოვიდა 7 საათსა და 40 წუთზე და ქალაქის პარკში მოხდა ეს ცენტრალურ აი სახალხო პარკში ასე ვთქვათ რა. ვინც დარეკა, ის ადამიანი შოკში იყო, იმიტომ რომ შოკში იყო, მაგრამ ანუ თვითონ არ სჭირდებოდა არანაირი დახმარება რა. 7 საათსა და 48 წუთზე უკვე მისი სიკვდილი დადასტურებული იყო. ანუ როგორც დავაკვირდით, ძალიან მოკლე მონაკვეთში კვდებიან. ის 5 წუთში მოკვდა მგონი, ეს 8 წუთში. წებლა არა. არა, ნაწკრებლა გასაგებთ. აჰა, უცხოცა, ანუ როგორ გითხრა? ქუჩის ძაღლმა შეუტია, მგონი თუ რაღაც ეგეთი იყო, ან ხო, ქუჩის ძაღლი რა და უკვე 8 საათზე მორგში იყო ეს ადამიანი გადაყვანილი. ესეც იმის გამო დაიღუპა, სტრესის გამო დაიღუპა და ის იმ შოკის გამო დაიღუპა, რომ ძაღლი მას შეუტია. ანუ ძაღლის ნაკბენის გამო კი არა, ძაღლმა რო შეუტია მაგითო. და ნუ ამასაც გაერღვა ის რაღაც ვენტიკულარული თუ ინტერვენტიკულარული კედელი. და ზუსტად იგივენაირად ჰქონდა სახე, როგორც ბორის. ვა. ეს ორი ადამიანი აქ რა თქმა უნდა იმიტომ აღმოჩნდა, რომ დიდი ალბათობით კი არა, ერთ და იგივე სიმპტომები ჰქონდათ, ერთ და იგივე სიკვდილის მიზეზი ჰქონდათ და მსგავსება ძალიან დიდია. 10 წუთზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა ორივე. საიტყვა. ვაი მე ნახე რა შტამზე ბიჭო. ამოშიგნული არის. და სახეზეც ნა. აი ეს ჭირდა? ეს ხო? აი ამაზე საუბარი.
ეს სახეს რო კარგად დავაკვირდე, ეგ არ შემიძლია. ნახე, ხმა როგორია ნახე, აი. Ну, როგორც მივხვდით, აი ტანზე და სახეს gender postures. აი ეს რა. აი, ნახეთ. იმ კოდის არის. ისიც ხო რაღაც ის მართკუთხედი იყო იქ კარებში. ხო. 3 ეს ხაზი ალბათ 1-ია. ეს რა. Ну, кай, წამოდით, ვცადოთ სხვადასხვა კომბინაციები. დადასტურებული რიცხვები ვიცით, რომ 3, 1 და 2 არის. და ეხლა იქ ვცდი მე ყველა კომბინაციას და რომელიც დაიწყება იმის მიხედვით გავუყოთ კარად. პიანურია. ანუ თავარი რიცხვები ვიცით, კერძო ციფრები. 3, 1, 2. და ისიც ვიცით, რომელი სათისმეა. წავიდეთ. ტელეფონი რეკავს. პოსტა რეკავდა. მოდი გავიხედოთ რა ხდება გარეთ რა, მაგრამ აინტერესებს აი ხა. აქ რაღაც უქენით ხო. დავიჯერო იქ არაფერი აღარ დარჩა. და მე გავაგოთ ის კარგი რა. ეს ო, ბიჭო ე. ой, მიურნია. მეურიც არის, რა გავა? რა თავის ძმა შეჭიმა, რა თავის. შევერთეთ. გაქშებული მონსტრს ბიჭო. ეს იჩნა და მე მონსტრს მოგზარი დავაკვირდი უთამი. მოგზარა იყო. ო. ოკეი, არ მოხვიდე. ო, გული გამიხეთ ხა ბიჭო. მოიცა მე იქ უკან არ გავბრუნდები ძმა, წამოტავით კარები გავაყოთ რა და მივყვეთ ინსტრუქციებს მივყვეთ რა. ეს კიდე აქ არის ხო? ნაცირა ჩაგწი. მოიკო და დაინა. მოდი ვცადოთ კომბინაციები, კაი, მაინტერესებს ხა ეგ ისტორია თორე რაც ვთქვი. აქ იყო 3 პირველი. აქ იყო 1. აქ იყო 2. რატო გავამაგდო კაც? აქ იყო 2 და მოდი აქაც ვცადოთ ეხა 1. 1 არა. 2. ხო, ეგრევე გათიშობ. 2 არა. 3-ც არა. 4? არ არის. კაი, 5. 3, 1, 5, 2. რა ბიჭო? 3, 1. ერთი წამდგას. გაიღო. просто როგორ გაიყო არ ვიცი. 3-5-5-2 იყო პაროლი. 3-5-5-2. რავი. რა ცნო პაროლებია? ეს თავის თამოსრავდა. ხო, 3-5-5-2 იყო ეს, იმიტომ რომ არ ვიცი ძმაო, ის მართლა ეხა რო არ მენახა ვერასდროს ვერ გამოვიცნობდი, მაგრამ ეს კიდევ კაი კომბინაციები ვიცოდით და რაღაცა ვქენით. კაი, შევახოთ კარი. ვორთო შეხედი რა არის. ვა, chapter 3-ო. 3? ესე მალე მოჭა chapter 2. ვა, არა, დიდი chapter-ები არ არის ხოთა შორის, აი. chapter 1-იც არ იყო დიდი, просто მე გამეწელა პირველ ვიდეოში. ვა. მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი, ძალიან მალე მოვჭით ჩვენ და გასაკვირად მართლა, ძალიან მალე მოვჭით ალბათ იმიტომ, რომ 2 კოდი იყო საპონელი, 1 კოდი ვეძებეთ, რომ მართლა კარგახანი 1-10 წუთი მაინც ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ და მერე ვნახეთ და 9 საათში მოვჭით. ნორმალურია, უფრო დიდხანს ველოდებოდი მე. აუცილებლად დაიდება მესამე chapter-ის დახურვა, იმიტომ რომ ეხლა ცოტა დავხურეთ იქვე მესამესაც და იქვე თამაშსაც დავხუროთ, რა თქმა უნდა.
თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩაურთეთ ზარეზღილები და თუ ამ ვიდეოს ექნება ბევრი ნახვა, ჩაპტერ 3 და 5-ში ვაკოც იქნება. რა თქმა უნდა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.